გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამოშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობს წამყვანი კატო და ხმის რეჟისორი თიკო ჟვანია. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა და პიანისტი დავით ალადაშვილი. ბატონებო, საღამოშვიდობის. გამარჯობა. ჩვენ დღეს საუბრობთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების საქველმოქმედო საღამოს შესახებ. საქველმოქმედო საღამოს ეწოდება ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს და მოდით პირველ რიგში მსმენელს სწორედ შევატყობინოთ თუ სად გაიმართება ეს საღამო და რა გველის ამ საღამოზე. საღამო ჩატარდება კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორშაბათს 11 ნოემბერს საღამოს 7 საათზე. დაუკრავმე იქნება კლასიკური საფორტეპიანო რეპერტუარი წარმოდგენილი და ასევე გვაქვს რამოდენიმე სიურპრიზი მსმენელისთვის, მათ შორის შეგვიძლია გაგემხილოთ ერთ-ერთი, ეს იქნება საგალობლების შესრულება კონცერტის შემდეგ. სწორედ იმ საგალობლების რომელთა ხელნაწერებსაც ჩვენ უნდა მოვუაროთ ერთად. ბუბას მინდა ვკითხო რა განაპირობა ის რომ ეს საზოგადოება 2 წლის წინ ჩამოყალიბდა და როგორც ჩანს იყო ამ საამისო მიზეზები და არა მხოლოდ უსახსრობა. 2 წლის წინ დაარსდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება. მოგეხსენებათ, უცხოეთში ეს ძალიან მიღებული ფორმაა, თითქმის ყველა დაწესებულებას და მათ შორის პირველ ყოვლისა სამუზეუმო ტიპის დაწესებულებებს, იძულეთ საცავებს, კულტურისა და განათლების სხვადასხვა დაწესებულებებს აქვთ თავიანთი მეგობართა საზოგადოებები, რომელშიც წევრიანდებიან ადამიანები, რომელთათვისაც ის ფასეულობები, რასაც ემსახურება ესათვის დაწესებულება არის მახლობელი და უნდათ რომ სხვადასხვა ფორმით მხარი დაუჭიროთ. ჩვენთან ცოტა ახალია ეს კულტურა, მე ვერ ვიტყვი რომ პირველად ჩვენ დავაარსეთ, არის ასეთი საზოგადოებები სხვადასხვა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს საზოგადოებები ფორმალურ ხასიათს ატარებს. ჩვენ მქონდა სურვილი რომ ასეთი ფორმალური არ ყოფილიყო და რეალურად ემუშავა მეგობართა საზოგადოებას. ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენ საზოგადოებას ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც აქვს სურვილი რაღაცნაირად იყვნენ ჩართულები და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს თავის თანადგომა აღმოუჩინოს სხვადასხვა ფორმით. ეს სწორედ რამდენიმე თვის წინ დავითი გაწევრიანდა ჩვენ საზოგადოებაში და მაშინ დაიბადა იდეა რომ გაგვემართა საქველმოქმედო კონცერტი ხელნაწერების მხარდასაჭერ, ჩვენ დაწესებულების მხარდასაჭერად. ვინაიდან კლასიკური მუსიკის საღამო იქნებოდა ეს, ლოგიკურად ვიფიქრეთ რომ რაღაცა მასალაც შესაბამისად დაგვეკავშირებინა რისთვისაც გაიმართებოდა ეს საღამო და შევარჩიეთ ჩვენთან დაცული კარბელაშვილების სანოტო კრებული, რომელსაც ჭირდება რესტავრაცია და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სწორედ აი ამ ხელნაწერების რესტავრაციას მოხმარდება. თქვენ როგორ მოხდით მეგობრებს შორის? სრულიად შემთხვევით მეგობართა ასოციაციის ერთ-ერთი ასე ვთქვათ კურატორი და PR მენეჯერი თამნა გურგენიძე ესწრებოდა საღამოს, რომელიც გამართეთ ივნისში. დავაარსე მე ჩემ მეგობრებთან ერთად პატარა საქველმოქმედო ორგანიზაცია ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის, რომელიც უკვე მეორე წელია აკეთებს ასეთი ტიპის საქველმოქმედო საღამოებს და სწორედ აი ამ ორი ასე ვთქვათ დამთხევის შედეგად ეს იდეა რომ ორშაბათს კონცერტი შედგება წარმოიშვა. თამუნამ შემოთავაზა რომ გავწევრიანებულიყავი ასე ვთქვათ მეგობართა ასოციაციაში, სწორედ ზაფხულში აღნიშნეთ თქვენ იუბილე 55 წელი, ხო თუ 55. და მე ვესწრებოდი რამოდენიმე შეხვედრას აი ამ იუბილეის ფარგლებში ჩატარებულს.
ძალიან ესეთი განსაკუთრებული შანსი მომეცა, ასე ვთქვათ, რომ პერსონალურად დამეთვალიერებინა საცავები და იმდენად დიდი საბეჭდილების არ ვიცი, რამდენად თქვენს გაგიმართოთ, იმედია. მე ცუდად ვუკრავ, იმას არ ქვია. გადაცემის შემდეგ მე დაგეხმარებით. ასე რომ ეხლაც ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ყველას ვუყვებით ჩემს მეგობრებს თუ რამდენად დიდი საგანძური ინახება. არა მარტო საგალობლები, არამედ ეს არის, არ ვიცი, თქვენ ბუბა უფრო სწორად იტყუთ ალბათ რიცხვს რა რაოდენობის მასალა ინახება, რომელსაც ალბათ თითოეულ ამ ნივთს, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, თუ ის უკვე კარგ მდგომარეობაშია, მაინც ესაჭიროება ყოველთვის განახლება და საუკეთესო პირობების შექმნა, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ინახავს ჩვენი ქვეყნის და არა მარტო საქართველოს ისტორიას. და მე პირადად, რა თქმა უნდა, როგორც ბატონო ბაბამ თქვა, ეს საგალობლების დაკავშირება ჩემს პროფესიასთან, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მიხარია რომ ამ საქმეს ერთად გავაკეთებთ ორშაბათს. ორშაბათს ეს იქნება 7 საათზე გაიმართება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ხო? კონსერვატორიის დიდ დარბაზში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ. ხო, რაღაცა მეგობართა საზოგადოება. ძალიან ბევრი ქვეპუნქტი არის, ესე იგი, მოსაწვევში და ამიტომ მივხვდით, ხო? ნაჭიხება პროგრამას, რომელსაც თქვენ შეასრულებთ, მე მოგვენებით ეს ყველაფერი ალბომად გამოიცემა. ეს უბრალოდ დამთხოვება მოხდა იმავე პერიოდში ტარდება ეს კონცერტი თბილისში, როცა ველოდები ჩემი პირველი სადებიუტო ალბომის უკვე დამზადებას და გამოშვებას, რომელიც ჩავწერეთ სექტემბერში ფლორიდაში. ეს არის ცოცხალი კონცერტი, რომელიც ჩაიწერა პარასკევს და 13-ში, 2013 წელს. ყველაფერი ამ ალბომში არის დაკავშირებული რიცხვ 13-თან, იმიტომ რომ მე თვითონ დავიბადე პარასკევს და 13-ში თავის დროზე. და გამოვა დისკი დეკემბერში, პარასკევს 13-ში, 2013 წელს. ეს პროგრამა შესრულდება უკვე დიდ დარბაზში ცოცხლად ქართველი მსმენელისთვის და შემდეგ უკვე, როდესაც დისკი დამზადდება, რა თქმა უნდა, მათ შეიძლება 13 დისკი არა ოღონდ. 13 დისკი შეუძლია ჩემსავით ობსესირებულს ამ რიცხვით შეიზინოს, დიდი სიამოვნებით მათ ამის უფლებას მივცემ. ამ დისკში ესე იგი შედის სკრიაბინის ოპუს 13, 6 პრელუდია, ბეთჰოვენის მერვე სონატა პათეტიური ოპუს 13, შუმანის სიმფონიური ეტიუდები ოპუს 13 და ასევე ვთხოვეთ ჩემს 13 მეგობარ კომპოზიტორს, რომ დაეწერათ მინიატიურები სპეციალურად ჩემთვის, რომლის მსოფლიო პრემიერაც შედგა 13 სექტემბერს. თიკო, შენ არ ამგონია რომ პარასკევი დეკატრიოფობია გქონდეს, თვალები რატო გაგიგანიერდა ამდენი პარასკევი და 13 ერთად. ჩვენ სადაც ორნიკე შემოგვიერთება საინფორმაციო გამოშვებით, მანამდე შეგვიძლია დავით ავადაშვილის მიერ შესრულებული მოვისმინოთ ლისტის ტრანსცენდენტალური ეტიუდი და თიკო გთხოვთ.
ფოტოსაღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა. გადაცემის სტუმრები არიან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა და პიანისტი დავით ალადაშვილი. ჩვენ საუბრობთ იმ კონცერტის შესახებ, უბრალოდ უკვე ვისაუბრეთ იმ საქველმოქმედო კონცერტის შესახებ, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართება საღამოს 7 საათზე და უკრავს დავით ალადაშვილი. მაგრამ ჩვენ და ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა დაგიმეგობრდეთ თქვენ დავითის და მსგავსად, ან როგორ შეიძლება გახდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრი. პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამ თანადგომისათვის დავით ალადაშვილს, რომელიც ხაზი მინდა გაუსვა სპეციალურად ამ საღამოსთვის ეწვია თბილისს გამოიარა უზარმაზარი გზა და ასევე დიდი გზა მეორე ნახევარსფეროდან ჩამოვიდა. მალევე უკან უნდა დაბრუნდეს იმისათვის რომ სწავლა განაგრძოს. აი ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი არა მარტო ვთქვათ ფინანსური ეფექტი, რასაც მოიტანს ეს კონცერტი, არამედ სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დიდი სტიმული და კიდევ უფრო ვწმუნდებით ასეთი შემთხვევებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი საქმე და ჩვენი კოლექცია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება მეგობარ საზოგადოებას, მაშინ გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს და ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ხელნაწერი მემკვიდრეობა. როდესაც ვამბობთ ხელნაწერები, ზოგს გონია რომ ეს არის ძალიან ვიწრო სფერო და ძალიან სპეციფიკური მასალა, ასე ვთქვათ. არა და შეიძლება ითქვას რომ ეს არის თანამედროვე ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ ძველი საქართველოს ბიბლიოთეკა, ძველი საქართველოს არქივი, ჩვენი ქვეყნის მთელი ისტორიული მეხსიერება, მთელი ისტორიული წერილობითი მეხსიერება, რამაც ჩვენამდე მოაღწია უზარმაზარი კულტურა, უზარმაზარი მემკვიდრეობა და ამ კოლექციას, ამ მემკვიდრეობას ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი. ამ გულშემატკივრებს თავიანთი თანადგომის გამოხატვა შეუძლია ბევრი სხვადასხვა ფორმით. ჩვენ გვაქვს წევრობის სხვადასხვა ფორმა, სხვადასხვა კატეგორია, წევრი თანამდგომი, კლასიკური მეგობარი, ოქროს მეგობარი. ოქროს მეგობარი ნიშნავს ადამიანი, შეუძლია გახდეს ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად განახორციელებს 100 ლარის ოდენობის შემოწირულობას, ან მეტი, ან თავისი ან მისი მხარდაჭერის ფორმა ადეკვატური იქნება ამ ფინანსური, ასე ვთქვათ, თანადგომის. ხაზი მინდა გაუსვა ამ წევრობაში არ იგულისხმება მხოლოდ ფინანსური თანადგომა, არის ასეთი კატეგორიის ხალხი, რომელსაც ურჩევნია რომ გარკვეული თანხა გადაიხადოს ყოველთვიურად და ამ სახით დაგიდგეს გვერდში, სხვა დრო არ აქვს, საშუალება არ აქვს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვა კუთხით გვიდგანან მხარში, რომელიც არანაკლებია ფინანსური თანადგომის, ხანდახან გაცილებით მეტია, ამისი მშვენიერი ნიმუშია იგივე ბატონ დავითის საქველმოქმედო კონცერტი. დავითი ბაჯაღლო ოქროს მეგობარი გამოდის. ასევე ჩვენი ძალიან დიდი მეგობარია მისი უფროსი კოლეგა ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, რომელმაც ასევე საქველმოქმედო კონცერტი მოაწყო 2 წლის წინ ბათუმში. მან დაუკრა სპეციალურად ამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანადგომისთვის, ასე ვთქვათ. და კიდევ ხო აქ დგება კითხვა რომ დაუშვათ სამაგიეროს, ვთქვათ, წყალებში სამაგიეროს. რას როგორ გამოხატავს მადლიერებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ჩვენ ამ მადლიერებას გამოვხატავთ უპირველეს ყოვლისა ყურადღებით, მადლობის გადახდით, მათი მოწვევით იმით რომ უვლით თქვენ ამ ხელნაწერებს და ანგარიშის ჩაბარებით. კიდე ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდულად ჩვენ წევრებს ანგარიშს ვაბარებთ, ვატყობინებთ ადმინის ეს მოზიდული თანხები რას ხმარდება და შეგრძნება რომ იცი რომ კონკრეტულად რას მოხმარდა შენი თანადგომა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული წევრისთვის. ასევე ვუგზავნით მათ მოსაწვევებს, ვეპატიჟებით ჩვენ ღონისძიებებზე, ვუგზავნით ჩვენს გამოცემებს უსასყიდლოდ
ასევე ვეპატიჟები და ვაძლევთ საშუალებას რომ დაათვალიერონ ჩვენი კოლექციები ისეთი ადგილების აცავები რომელიც ჩვეულებრივი ვთქვათ მომსვლელისთვის არ არის ხელმისაწვდომი თავაზობთ მათ რომ გამოიყენონ ჩვენი სახელი ჩვენი კოლექციის და დაწესებულების სახელი თავიანთი საქმიანობის რეკლამირებისათვის მოიყვანონ საპატიო სტუმრები ოჯახის წევრები და მათ ექსკლუზიურად დაათვალიერებინონ ჩვენი საცავები ჩვენი კოლექცია ასე რომ ჩვენც ვცდილობთ რომ ჩვენი მხრივ მადლიერება სხვა ფორმებით გამოვხატოთ. ძალიან საინტერესო და კარგი ყოფილა თქვენთან მეგობრობა. გარდა იმისა, რომ მართლაც აუცილებელი ამ ხელნაწერების მოვლა და მათი პატრონობა, თორმე როგორი ბენეფიტებიც ქონია თქვენთან მეგობრობას. რა შეიძლება თვითონ ქველმოქმედებას, რომელიც თითქოს და არის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ყოველთვის გაგვსურვილი რომ იყოს უფრო მეტი. უცხოეთში ეს ასე არ არის, ხო პირიქით. ამის ალბათ ყოველდღე იმართება იქ კონცერტები, ასეთი. ეს მე პირადად როგორც თქვი წინა ბლოგში ყოველთვის მქონდა და მაქვს სურვილი რომ მაქსიმალურად ალბათ რაღაც პატრიოტული ძახილი არის ჩემში ის რომ ჩემს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ქველმოქმედება გავაკეთე, იმიტომ რომ პირადად მეც ძალიან ბევრი ქველმოქმედი მიდგას და როგორც არტის ყოველთვის დაგჭირდება რომ დაგვიდგეს ქველმოქმედი, რომელიც მიგვიწევს კონცერტი იქნება ეს თუ სხვა სახის შესრულება, რომელიც ჩვენთვის აუცილებელია. და მე თუ რამით შემიძლია რომ ჩემი პროფესიით მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან საქმეს დავუდგე გვერდში, ყოველთვის მზად ვარ რომ იქვიო, ასე რომ ძალიან მიხარია პირადად მე ორშაბათს კონსერვატორიის დიდარბაზში შესრულება. ერთი 10 წლის წინ დავუკარი ბოლოს სამ დარბაზში და ასე რომ ჩემთვის პირადადაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სცენაზე გამოსვლა და თანაც ის ფაქტი რომ აი ასეთ დიდ საქმეს, იმიტომ რომ როგორც ბატონმა ბუბამ თქვა, არა მარტო კარბილაშვილების საგალობლების უნიკალური ხელნაწერები, არამედ ეს არის რამდენიმე საუკუნის შეუფასებელი ისეთი მასალები, რომელიც საერთოდ მე არც კი ვიცოდი რომ არსებობდა, თუნდაც გეორგიევსკის ტრაქტატის ორიგინალი, რომელიც რუსულმა მხარემ დაუბრუნა საქართველოს საშუქრად, სახარებები, ისეთი უნიკალური გაფორმებებით, ილუსტრაციებით და მასალით დამზადებული, რომ ვერც წარმოგიდგენია თუ იმ საუკუნეში საერთოდ ეს ხდებოდა და ტრაქტატი რა დაგვიბრუნებს მაპატეთ და გაწყვეტინებთ პირობები არ შევასრულეთ და ტრაქტატს მაინც დაგიბრუნებთ? არა, ასეთი სხვათა შორის 1920-იან წლებშიც მოხდა ასეთი რამ, რომ მიდიოდა რაღაცნაირად დაბრუნების პროცესს გადანაწილება სხვადასხვა რესპუბლიკებში და მაშინაც საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიმუში დაუბრუნდა. ეს არის უფრო მოგვიანო პერიოდის აქტი, როდესაც აღინიშნებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის იუბილე და აი ამ თარიღთან დაკავშირებით გააკეთა რუსულმა მხარემ ასეთი ჟესტი. საერთოდ ექსპონატების გადაცემა ძალიან რთული პროცესია და ხშირად არ ხდება ხოლმე, ძალიან მაღალი დონის კეთილნებაზეა დამოკიდებული. მაშინ ერთი სახელმწიფო შიგნით ხდებოდა ეს და იმიტომაც იყო უფრო ადვილი გადასაწყვეტი. ცხადია, სხვადასხვა სახელმწიფოთა შორის ეს საკმაოდ რთული საკითხია. მინდა კოლექციის თემა გავაგრძელო და გითხრათ ორი სიტყვით ჩვენი კოლექციის შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ეს სახელწოდება ცოტა პირობითია. ხელნაწერი, ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ხელით გადაწერილი წიგნი. არამედ ამაში იგულისხმება მთელი კულტურა. ჩვენთან არის დაცული ერთი მხრივ ხელნაწერი წიგნები, მეორე მხრივ ისტორიული დოკუმენტები, ქართველი მეფეების, კათოლიკოსების, სხვა პირების გაცემული და დამტკიცებული, პირადი არქივები, 200-მდე პირადი არქივია ჩვენთან დაცული, საეკლესიო, პოლიტიკური მოღვაწეების, საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, მეცნიერების, აი ვინც კი გაგიგიათ მე-19-20 საუკუნეში პრაქტიკულად თითქმის ყველას არქივი ჩვენთან არის დაცული. ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ლაკაკი წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, სხვანი და მათ შორის არის ვასილ კარბელაშვილის მისი და საერთოდ ძმები კარბელაშვილების არქივიც.
დაცული და საერთოდ ჯამში ეს არის აი რაოდენობა ახსენა დავითმა იქნები წოდესო უბავომ და გეტყვით რომ არავინ არ იცის ეს რაოდენობა იმდე ძალიან ბევრი ერთეულია ძალიან ბევრი თითეული ერთეული მე შიგნით კიდე შეიცავს უამრავ ერთეულს და მაგალითად კარბელაშვილების ფონდში მარტო არის 900-მდე საქმე ნიშნავს ერთეულს ერთეული თითეული ერთეული შედგება შეიძლება რამდენიმე ათეული ასეული ფურცლისაგან და ეს საერთოდ ამ ყველაფერზე ზრუნვა ეს დაუსრულებელი პროცესია კატალოგიზება ტექსტების გამოქვეყნება რესტავრაცია პოპულარიზება გამოფენების ჩატარება საგანმანათლებლო პროექტების ჩატარება სხვადასხვა თემაზე სხვადასხვა კუთხით რა ვიცი მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულებაა და აი ასეთი თანადგომის შემთხვევები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს რომ ეს მართლაც ასეა. თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი და მათ შორის არის ერთ-ერთი პროექტი კალიგრაფიის პროექტი რომელიც ერთ წამყვანს არ მოეწონა. თქვენ თავს გულისხმობთ თუ სხვას გულისხმობთ კალიგრაფიის კონკურსზე რომ საუბრობდით მაშინ თქვენ ახსენეთ რომ თქვენ პრაქტიკულად გაინტერესებდათ ვის სჭირდება და რატომ არის აქტუალური დღეს თქვენ ხომ მივხვდით მე კალიგრაფიასთან რატომ აქ მე დამოკიდებულება როდესაც დავხედე თქვენს კალიგრაფიას მივხვდი რა რატომაც გაქვთ ასე დამოკიდებული ხუმრობით რა თქმა უნდა დღეს როდესაც არის ელექტრონული ტექნოლოგიები ასე განვითარებული როდესაც ხელით პრაქტიკულად თითქმის არავინ აღარ წერს გადასულია მთელი საზოგადოება და ჩვენ არა ვარ გამონაკლისები რა თქმა უნდა გლობალური პროცესია ეს კომპიუტერის გამოყენებაზე გადასული ამ ეპოქაში თითქოს ხელწერის კულტურის განვითარება თითქოს რამოსატანია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კალიგრაფია ეს არის ხელოვნების ერთ-ერთი დარგი. ისევე როგორც ვერ იტყვის, რომ აი ამ როკ მუსიკის და ამ ასეთი ჟანრის მუსიკის სხვა ჟანრის თანამედროვე ჟანრის მუსიკის ეპოქაში რასაჭიროა კლასიკური მუსიკა და კლასიკური მუსიკის საღამოები, როგორც ამას ვერ ვიტყვით, ხო? ან ვერ ვიტყვით, რომ აი ფოტოგრაფიის ეპოქაში, როცა ზედმიწევნით სიზუსტით უმაღლესი ხარისხის შეგიძლია გადმოსცენ ნებისმიერი კადრი, რასაჭიროა ამ დროს მხატვრობა ან მხატვრული ფოტოგრაფია, ხო? ზუსტად ასევე ვერ ვიტყვით აი ამ კომპიუტერული შრიფტების ეპოქაში რასაჭიროა კალიგრაფია. ეს არის ხელოვნება, უპირველეს ყოვლისა, ხელოვნების დარგი, რომელსაც აქვს თავისი შეუზღუდავი შესაძლებლობები. ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ ნებისმიერი კულტურა ეს არის განვითარებადი. ხომ ეს არ არის სტატიკა, მათ შორის ქართული დამწერლობა და ნებისმიერი დამწერლობა ეს არ არის სტატიკური მოცემულობა. მას ჭირდება განვითარება და ვითარდება თავისთავად ვერ გააჩერებ ერთ ადგილას და აი ამ განვითარების პროცესი ძალიან კარგად არის ამ თანამედროვე კალიგრაფიულ ტენდენციებში ასახული და გარდა ამისა კალიგრაფებმა შეიძლება შემოიტანონ ბევრი ისეთი ელემენტი თავიანთ ნამუშევრებში, რომელიც შეიძლება ძალიან კარგი წყარო გახდეს, კარგი შთაგონების წყარო გახდეს კომპიუტერული შრიფტების შემქმნელებისთვისაც. ეს ერთი საქმიანობაა, შეიძლება პირიქით კომპიუტერულმა შრიფტებმა ახალი მისცეს კალიგრაფებმა მისცეს ახალი. აი მაგალითად ძველი კალიგრაფიული ნიმუშები ან თანამედროვე კალიგრაფიული ნიმუშები თავისუფლად შეიძლება ვაქციოთ კომპიუტერულ შრიფტებად, ამას პრაქტიკული დანიშნულება მივცეთ. აი რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს კიდევ უნდა ესეთი რა მაგალითად მოვიტანოთ ვთქვათ რატომ არ ვყიდულობთ ჩვენ მხოლოდ ფოტოგრაფიას, ხო ფოტოგრაფიულ ნიმუშს, აი საჩუქრად გვინდა ან ჩვენთვის გვინდა რატომ ვყიდულობთ ნახატს, ხომ და არ ვყიდულობთ ფოტოს. ასევე შეიძლება აი ამ კულტურის განვითარების შედეგად მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რომ დაგვჭირდეს შევიძინოთ ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსანი, ხელით გადაწერილი სახარება. აი ეს სურვილი დაგვებადოს, რა ჩვენს ვარს ქორწილში ჩვენ მეგობარს
ან ქალიშვილს ბზითვად გავატანოთ არა გამოცემული ვეფხისტყაოსანი, არამედ ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსანი. თქვათ ავირჩიეთ საპატიო დოქტორად, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად რომელიმე მოღვაწე და მას გვინდა გადავცეთ ხელით დაწერილი სიგელი, ან მადლობის სიგელი, აი დავიც მაგალითად გვინდა რომ გადავცეთ მადლობის სიგელი ხელით გადაწერილი, ან მის სახელი და გვარი გვინდა საჩუქრად გადავცეთ კალიგრაფიულად ლამაზად დაწერილი, ხო? ეს ვიღაცამ ხო უნდა შეასრულოს და ხო საჭიროა პროფესიონალები, რომელიც ამ საქმით არიან დაკავებულები. სხვათა შორის ჩვენ ერთხელ ჩავატარეთ დამწერლობის ფესტივალი და იქ მოვიწვიეთ ერთი ირანელი კალიგრაფი, რომელიც ჩამოვიდა და რომელთანაც რიგები იდგა, როგორ დაუწერდა ის თავის სახელს და გვარს აი ირანული სპარსული კალიგრაფიით მსურველებს. და მან ჩამოიტანა თავისი ნამუშევრები, იყო გამოფენილი და მან გითხრა რომ აი ჩარჩოს ჩასმული არაჩვეულებრივი ნამუშევრები იყო და მან თქვა რომ თითოეულ ნამუშევარს დაახლოებით $1000 ყიდდა. ეს იმ ქვეყანაში, სადაც ეს კულტურა შემოვიდა უკვე. ჩვენთან ჯერ არ შემოსულა სამწუხაროდ, ჩემთვის ცოტა გაუგებარი მიზეზების გამო ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში რაღაც ეს ხელოვნება დავივიწყეთ და დაიკარგა. არა და აი მე მინდა შევადარო ქართულ ფოლკლორს, ქართული კალიგრაფიის გასავლელი გზა. მე მახსოვს დაახლოებით 15-20 წლის წინ მაინც არ იყო პოპულარული ქართული ხალხური სიმღერები და შეიძლება ვიღაცას დაეცინა კიდევაც, მაგრამ მას შემდეგ რაც ბევრი ფესტივალი ჩატარდა, არტგენი ტარდება ყოველწლიურად, გააქტიურდნენ ჯგუფები, ის ხალხი გააქტიურდა, ვინც ამ საქმეშია ჩართული, დღეს ძალიან პოპულარულია, მოდურია, ძალიან ბევრი ახალგაზრდა უსმენს, მღერის დაახლოებით იგივე გზა უნდა გაიაროს ალბათ ამ ხელოვნებამ. კეთილი, ჩვენ ამის შესახებ საუბარს გავაგრძელებთ საინფორმაციო გამოშვების შემდგომ, თუმცა მანამდე გელით მუსიკა, მერე თორნიკე ახალ ამბებს გაგაცნობთ, ამინდის პროგნოზი და ისევ დავბრუნდებით ბუბა კუდავასთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. Ძალდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ საუბრობთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ ბუბა კუდავასთან ერთად იმის შესახებ თუ რა არის ეს კალიგრაფიული კონკურსი. ანუ ჩვენ კი შევიტყვეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლაც ამ კონკურსის არსებობა და ის 2010 წლიდან არსებობს. თუმცა როგორია მასში მონაწილეობის პირობები და რას უნდა აკმაყოფილებდეს მონაწილე? კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პრაქტიკულად ყველას, არის მხოლოდ ქვედასაკობრივი ზღვარი, მე-7 კლასის მოსწავლეებიდან დაწყებული, ნებისმიერ სურვილს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე 3 ეტაპად ტარდება კონკურსი. პირველ ეტაპზე მსურველებმა უნდა გამოგზავნონ გარკვეული მოცულობის ტექსტი, ეს მოცულობა არის მოთხოვნებში ჩამოწერილი. სხვა არანაირი მოთხოვნა არ არის. ხელით უნდა იყოს შესრულებული და გარკვეული მოცულობის ფარგლებში. ამის შემდეგ სპეციალური ჟიური არჩევს ნამუშევრებს და როგორც წესი ირჩევა ხოლმე, როგორც წესი მონაწილეობს რამდენიმე 1000 ადამიანი, ძირითადად სკოლის მოსწავლეები, თუმცა არიან სტუდენტებიც, სხვა ფენის წარმომადგენლები და ამ რამდენიმე 1000 ნამუშევრიდან როგორც წესი ირჩევა რამდენიმე ასეული, შემდეგ ტარდება მეორე ტური, უკვე მეორე ტურის ფარგლებში მოდიან ეს მონაწილეები ჩვენთან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და ადგილზე ვაძლევთ დავალებებს, რომელიც წინასწარ მათ არ იციან. შემდეგ ასევე ირჩევა ჟიურის მიერ ეს ნამუშევრები და დაახლოებით რჩება 100-120 ნამუშევარი და მათ უტარდებათ მესამე ტური. ეს დავალება შედარებით რთულდება და ამ დაახლოებით 100 მონაწილიდან მერე სხვადასხვა სახის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. გამარჯვებულები არის როგორც სხვა კატეგორიებში არის რამდენიმე ასაკობრივი კატეგორია, ერთი მე-7, მე-9 კლასის მოსწავლეები, მე-10, მე-12 კლასის მოსწავლეები, სტუდენტები, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები და სხვა დაინტერესებული პირები. ეს კატეგორიებია და თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება პირველი, მეორე, მესამე ადგილი.
მაგრამ ამასთან ერთად ჯიური აქვს საშუალება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულის გამოავლინოს, მაგალითად საუკეთესო ასლის შესრულება, ერთ-ერთი დავალება არის შეასრულო ასლი, რომელიმე კი არ შეირჩევა ხელნაწერი და ამ ხელნაწერის კონკრეტული გვერდი მიეცემათ მათ ფოტო და ამ ფოტოდან ასლი უნდა შეასრულონ. არის ნომინაცია საუკეთესო საზედაო ასოს ვეძახით ჩვენ დასაწყისი გრაფემა გამოიხატება განსაკუთრებულად ხოლმე ხელნაწერებში და ესეთი შემდეგ არის საუკეთესო გაფორმება, შეიძლება გვერდი არა მხოლოდ გადაწერილი იყოს, არამედ დეკორატიულად გაფორმებული, ვთქვათ, თავსამკაული, არის არშიების გაფორმება და ასე შემდეგ. განსაკუთრებულად ორიგინალური ხელი შეიძლება, არის ხოლმე ძალიან არატრადიციული ნიმუშები, სხვათა შორის, რომლის წაკითხვაც კი ძნელია, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. ასეთი ორიგინალურ კალიგრაფიასაც გამოავლენს ხოლმე ჟიური. გარდა ამისა, გვაქვს ასეთი ნომინაციები, კონკრეტული დაწესებულების რჩეულები, მაგალითად ჩვენ კალიგრაფიის კონკურსზე ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს ხოლმე და თითოეულ ზოგიერთ მხარდამჭერს აქვს სურვილი, რომ თვითონ გამოავლინოს თავისი რჩეული და მას აი ამ ბოლო ტურში გასულ ნამუშევრებს ვაჩვენებთ და მათგან ირჩევს მისთვის ყველაზე მისაღებს და საუკეთესოს და აწესებს სხვადასხვა პრიზებს, ზოგი ფულად, ზოგი თავისი პროფილიდან გამომდინარე ჩუქნის საჩუქარს თავის რჩეულს და ასე მოკლედ ასეთი სახე აქვს ჩვენს კალიგრაფიის კონკურსს. ხოთა შორის უკვე გამოიღო ამ რამდენიმე წელია ტარდება ეს კონკურსი და უკვე გამოიღო შედეგი. ბევრი გამარჯვებული ფაქტიურად დაადგა პროფესიულ გზას და შეიძლება ითქვას, რომ აი ნელ-ნელა ყალიბდება პროფესიონალ კალიგრაფად. ზოგიერთ მათგანს უჩნდება შემდეგ სურვილი, რომ გააკეთოს პატარა სტუდია, კალიგრაფიული სტუდია. რამდენიმე დაიწყო კიდევაც სწავლება, კალიგრაფიის სწავლება, კლუბის სტუდიის სახე მიეცა სხვადასხვა სკოლაში და ასწავლიან იქ ბავშვებს და ძალიან პოპულარული გახდა. თანაც იცით რა არის ერთ-ერთი მიზანი ამ კონკურსის არის, რომ ჩვენ საზოგადოებაში აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილა, რომელიც ლამაზად წერს და რომელსაც კალიგრაფია უყვარს, მაგრამ მათ მანამდე არ იცოდნენ აი ამ თავისი ლამაზად ნაწერისთვის რა გაეკეთებინათ და რაში მოეხმარათ ეს და ეხლა იმ კონკურსებით რწმუნდებიან, რომ თურმე ვიღაცა სჭირდება, თურმე ვიღაცა აფასებს, ვიღაცა ჯილდოს აძლევს ამისათვის და პრაქტიკულად რწმუნდებიან, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმეა, თორემ ამას წინათ მე მინდა ერთი შემთხვევა გავიხსენო, ამის წინათ ჩვენთან მოვიდნენ მოქალაქეები, რომლებმაც თქვეს, რომ სახში რაღაცეები გვაქვს, ჩვენი ნაცავი გარდაიცვალა, მარტოხელა ქალბატონი იყო და რაღაცეები გვაქვსო და თუ გაინტერესებთ, თუ არა და გადავყრითო. ჩვენ ვთქვით, ახლა ასე ზეპირად რა გითხრათ, რა მოიტანეთ და ვნახავთ და მართლაც ცოტა ხანში მოიტანეს. აღმოჩნდა არაჩვეულებრივი ნიმუშები, კალიგრაფიულად იყო დახატული პორტრეტები, მაგალითად შოთა რუსთაველის პორტრეტი. ცოტა ძნელი ასახსნელად ეს, მაგრამ წარმოიდგინეთ, არაფერი სხვა გარდა ასოების არ იყო გამოხატული, გამოყენებული და აი ამ ასოებით იყო გამოხატული პორტრეტი. გარკვეული ადგილები გამუქებული, გარკვეული ადგილები შედარებით წვრილად და ეს დისტანციიდან რო შეხედავდი, იყო რუსთაველის პორტრეტი. აღფრთოვანეთ, მე მსგავსი არაფერი მინახავ საქართველოში და ისე ზოგადად მიღებული პრაქტიკაა ეს სხვადასხვა საშუალებებით რო პორტრეტი დახატო და რო დავინტერესდი და კიდე თუ ქონდა გაირკვა, რომ ქონდა უამრავი, მაგრამ ოჯახს გადაუყრია ეს ნიმუშები და დარჩენილა მხოლოდ დიდი ნიმუშები, ვინაიდან ეს დიდი შეეცოდათ გადასაგდებად, კედელზე ჩამოკიდებული დიდი ნიმუშები და ამ მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ საზოგადოებაში დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო და არის, რომელიც ლამაზად წერს, მაგრამ
გონია რომ ეს არავის არ ჭირდება და თავისთვის ერთობა ასე ვთქვათ და აი სწორედ ამ კონკურსებით ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ხელოვნება და როგორც ხელოვნებას ისე უნდა მიუდგეთ. კეთილი. ჩვენ სანამ თქვენს პროექტებზე გადავიდოდით, სხვა ძალიან საინტერესო პროექტი გაქვთ ასევე რეგიონებში დაცული ხელნაწერების მოძიება. მანამდე მე დავით მინდა შევახსოვთხოვა, რომ შეახსენოს მსმენელს, რაც შეუძლიათ მისი მოსმენა, როდესაც გაიმართება ეს კონკურსი, კონცერტი, ერთად გადავარჩინოთ ხელნაწერები. საქველმოქმედო საღამო დევიზით ერთად გადავარჩინოთ, ერთად მოუაროთ ხელნაწერებს, ჩატარდება ორშაბათს 11 ნოემბერს საღამოს 7 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში და ველოდებით ყველას რომ ჩვენ ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს. გადაცემის ბოლოს თქვენ საშუალება გექნებათ დავით ალადაშვილის შესრულებით მოისმინოთ მართალია მცირე ფრაგმენტი, მაგრამ მაინც ბეთჰოვენის მე-17 საფორტეპიანო სონატისა გვექნება ხო თიკო ჩვენ ამის დრო. მანამდე კი სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მოდით ბატონო ბუბა რეგიონებში დაცული ხელნაწერების ამბავით გვიამბეთ. დიახ, ჩვენი ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი ეს არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაცული ხელნაწერების მოძიება, აღწერა, კატალოგიზაცია და მონაცემთა ბაზის გაკეთება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსდა 1958 წელს. მაშინ მას ხელნაწერთა ინსტიტუტი ერქვა. 2007 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. და ხელნაწერთა ინსტიტუტის დაარსებიდან დაწყებული პირველ პერიოდში საკმაოდ აქტიურად ეწყობოდა ექსპედიციები, რომლის მიზანი იყო გამოვლენილი იყო ხელნაწერების საქართველოს რეგიონში, მაგრამ რამდენიმე 10 წლეულია ეს სამუშაო აღარ გაგრძელებულა. და აი ამ რამდენიმე 10 წლეულის მანძილზე საკმაოდ ბევრი ლოგიკურად ძალიან ბევრი ახალი მასალა უნდა გამოჩენილიყო და აი ამ პროექტის მიზანი არის სწორედ ეს, რომ ახლად გამოვლენილი მასალა, რომელიც თქვათ ადგილობრივად შეიძლება ცნობილია, ადგილობრივი მუზეუმისთვის, მაცხოვრებლებისთვის, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობია. აი ასეთი მასალა გამოავლინოს და შეისწავლოს და პირველადი ინფორმაცია მიაწოდოს ელექტრონული ფორმით სამეცნიერო საზოგადოებას. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი მეცნიერები უკვე ეწვივნენ აჭარისა და კახეთის რეგიონებს. მიზანი პროექტის არის რომ ვნახოთ ყველა მუზეუმი, აბსოლუტურად ყველა მუზეუმი და მათი რიცხვი შემიძლია გითხრათ რამდენიმე ასეულს აღწევს საქართველოში. ეს არის როგორც მხარეთმცოდნეობითი მუზეუმები, ისე სახლ-მუზეუმები, ისე კერძო მუზეუმები და ყველგან გადამოწმდეს არის თუ არა ხელნაწერები ამ მუზეუმში, თუ არის მაშინ ის უნდა აღიწეროს, გაკეთდეს კატალოგი და ერთიან ბაზარში შევიდეს და მიეწოდოს სამეცნიერო საზოგადოებას. ასევე პროექტის ფარგლებში მოძიებული არის ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში, კერძო კოლექციებში თუ არის დაცული ხელნაწერები. რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ის ვერ გავიგოთ, იმიტომ რომ უცნობი იყოს ადგილობრივთათვის, მაგრამ სადაც ეს ინფორმაცია არსებობს, ყველგან მიდიან ჩვენი მეცნიერები და ამას ნახულობენ. მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ 2 წლის მანძილზე გაგრძელდება ეს პროექტი. ჩვენ უკვე გვეცოდინება საქართველოს ყველა მუზეუმში, ყველა სიძველეთ საცავში, რეგიონებში არსებულში რა არის და რა არა. პროექტს აფინანსებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და პროექტის მხარდამჭერი თანადამფინანსებელი არის კომპანია ბილაინი. პერიოდულად, 2 წლის თავზე რომ დასრულდება ეს პროექტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით მორჩა ამოიწურა. პერიოდულად, გარკვეული წლების მერე პერიოდულად მსგავსი სამუშაო არის ჩასატარებელი. იმისათვის რომ კიდევ ახალი გამოვლენილი მასალა გადამოწმდეს და იქნა შესწავლილი. ეს ეხება მე მინდა ხაზი გავუსვა მხოლოდ ხელნაწერ წიგნებს, ხელნაწერებს. ხელნაწერს აქვს ფართო გაგებაც და ვიწრო გაგებაც. ვიწრო გაგებით ხელნაწერებს ეხება მსგავსი პროექტები არის განსახორციელებელი მომავალში ისტორიულ დოკუმენტებთან დაკავშირებით და ასევე საარქივო მასალასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე გვარწმუნებს გამოცდილება, რომ საკმაოდ ბევრია რეგიონებში.
კეთილი სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა და ჩვენ გარკვეული თემები დაგვრჩა განსახილველი, თუმცა იმეც ვიტოვებ, რომ თქვენ კიდევ გვესტუმრებით და სხვა დროს განვეხილავთ ამ თქვენ სხვა პროექტებს და სხვა გეგმებს. შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმრები იყვნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა და პიანისტი დავით ალადაშვილი. ბატონებო, მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის, მადლობა მსმენელს ყურადღებისთვის, გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს.